ქვები ფრთებზე. რა იგრძენი, როდესაც ეს სიტყვები გაიგონე? გაიფიქრე თუ არა, რომ შეიძლება ეს შენ შესახებაც იყოს ნათქვამი. ფრთები, ეს არის სიმბოლო ადამიანის სურვილის და პოტენციალისა, რომ გაფრინდეს, განვითარდეს. ხოლო ქვები, ეს არის მისი გამუდმებული შინაგანი თვითკრიტიკულობა, შეცდომების დაშვების შიში და ზედმეტად მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. პერფექციონისტები ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტები გვაქვს. ნაწილობრივ ეს შესაძლოა ასეც არის და მართალია, მაგრამ ბოლომდე ასეა თუ არა, ვნახოთ. ამას წინათ ჩემმა ერთმა უკარგესმა, უჭკვიანესმა, უსაყვარლესმა მეგობარმა მომიყვა, რომ ბავშვობაში გარდატეხის ასაკში წერდა. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრა, რომ როდესაც არსებობენ ვაჟა, გალაქტიონი, ამდენი გენიალური ნაწარმოები უკვე დაწერილია, რაღა შეიძლება ვთქვა ახალი, საინტერესო, რა საჭიროა, რომ მე ვწერო. და შეწყვიტა წერა. უბრალოდ წამით წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალი სტანდარტი დაუწესა საკუთარ თავს, ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში მყოფმა, რომ მე თუ არა ვარ გალაქტიონი, მე არ უნდა ვწერო, არ მაქვს წერის უფლება. ალბათ არ დამეთანხმება, შეიძლება ვიკამათოთ კიდეც ამ თემაზე, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა ჩემი აზრი. ძალიან ბევრ ჩვენგანს უთქვამს ალბათ, რომ მეც ახლა ვან გოგი არ ვიყო, ან ბეთჰოვენი არ ვიყო, ან მეც ახლა ოლიმპიური ჩემპიონი არ გავხდე, ან ნონა გაფრინდაშვილი არ გამოვიდე და უთქვამს უარი საკუთარ სურვილზე და შეიძლება საკუთარ მოწოდებაზეც კი. მგონია, რომ ეს მაღალ სტანდარტებზე უფრო მეტად არის ერთგვარი თავდაცვის პოზა. შიში. არაღიარების, არასაჭიროდ ყოფნის, კრიტიკის, მიუღებლობის, არასაკმარისად კარგობის. შიში ზოგადად არის ადამიანის თანდაყოლილი ბაზისური ემოცია და რეაქცია, რომლის ფუნქციაც არის ჩვენი დაცვა, გადარჩენა. მაშინ ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ უხსოვარ დროში, როდესაც მაგალითად, არ ვიცი, მამონტები მოგხვდებდნენ, შიში გვაფრთხილებდა, რომ თუ არ გავიქცეოდით, გავისრისებოდით. თანამედროვე რეალობაში ეს შიშები რასაკვირველია ტრანსფორმირდა, მამონტები აღარ დაგხვდებენ, თუმცა გაჩნდა უსიყვარულობის, არასაკმარისად კარგობის, გარიყულობის, ზიზღის, დაცინვის, ბულინგის შიში. ისეთი ჩამონათვალია, რომ შეიძლება ზოგ შემთხვევაში მამონტის გამოკიდებაც კი სჯობდეს ამ ყველაფრის განცდას და გადატანას. ანუ იმის თქმა მინდა პრინციპში, რომ შიშის ფუნქცია დარჩა დღესაც იგივე. ის ცდილობს ჩვენ დაგვიცვას, გაგვიფრთხილდეს. ეს შიშიც პერფექციონისტის, ფრიადოსნის, ასევე მსგავსი შიშია, უბრალოდ ის ცდილობს დაგვიცვას ძალიან უხეშად. ამ შიშის ისევე როგორც ზოგადად ყველაფრის ძირეული ფესვები არის ბავშვობიდან გამოყოლილი. აქ არ არის მიზანი დამნაშავეების ძებნა, აქ არის უბრალოდ სურვილი გავიგოთ, რატომ გვიჭირს ასე ძალიან საკუთარი თავის მიღება მაშინ, თუ არა ვართ იდეალურად კარგები. ბავშვისთვის სიყვარული და მზრუნველობა არ არის უბრალოდ ახირება ან რაღაცა პრეტენზიული, ჭირვეული მოთხოვნა, ეს არის აუცილებელი პირობა, რომ იგი ფიზიკურად გადარჩეს. ბავშვობაში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ჩვენს წარმატებას მოჰქონდა ქება და ბავშვურმა ლოგიკამ გადაწყვიტა, რომ წარმატებას მოაქვს სიყვარული. ასევე შევნიშნეთ, რომ ჩვენს მორჩილებას მოჰქონდა სიმშვიდე, ანუ უსაფრთხოება. ხოლო შეცდომას მოჰყვებოდა კრიტიკა, ანუ უსიყვარულობა და ანუ საფრთხე. და ბავშვური ლოგიკა არის ძალიან მარტივი. გადავწყვიტეთ, რომ მე ვეყვარები და შესაბამისად უსაფრთხოდ ვიქნები მხოლოდ მაშინ, თუ ვიქნები კარგი. ჩავთრგუნეთ ჩვენი ცელქი, ჯიუტი, ნაწილები და აი ასე ახალი ამპლუით კარგი გოგოს ან კარგი ბიჭის, აქ სქეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს როლია, განვაგრძეთ ცხოვრება. კარგი გოგო, კარგი ბიჭი, იშვიათად ითხოვს, ადვილად ეგუება, იოლად ჩუმდება, საკუთარ ბრას თრგუნავს. გამუდმებით ცდილობს ზრდასრულობაში გადაყოლილი ამ სცენარით, რომ დაიმსახუროს მოწონება ავტორიტეტებისგან და დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა. გარედან ყველაფერი მშვენივრად არის, მაგრამ შინაგანად სულ აქვს კითხვა, თუ ყველაფერს ვაკეთებ სწორად, მაშინ რატომ ვარ ასე დაღლილი და ასე დაცლილი? საქმე არის იმაში, რომ სინამდვილეში არ არსებობს სწორი ან არასწორი ემოციები. ყველა ემოცია არის ჩვენი. ყველა მათგანი არის რეალური
და ყველა მათგანს აქვს თავისი სრულიად კონკრეტული ფუნქცია და დანიშნულება. როგორც ამ შემთხვევაში შიშს ჰქონდა ფუნქცია, რომ გადავერჩინეთ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არადა არ უნდა იყოს ამ შიშის გაქრობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოქმედება შიშის მიუხედავად. არ არის იოლი, რომ უშიშრად ვიგრძნოთ ჩვენი ემოციური სფეროს სრული სიღრმე, მაგრამ თუ ჩვენ გვსურს ცვლილებები, უნდა გავუსწოროთ თვალი ამ ჩვენს სიღრმისეულ ემოციებს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიმოქმედებთ შიშთან ერთად, ვიგრძნობთ, როგორ მოფომფლოვდება, ასე ვთქვათ, და შესუსტდება ამ შიშის მარწუხები და მარყუჟები და როგორ გავთავისუფლდებით თანდათან. განვაგრძოთ ამ თემაზე და სხვა საინტერესო თემებზე საუბარი შემდეგ ვიდეოებში. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები და გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი სურვილები, შთაბეჭდილებები, ემოციები. ვიფიქროთ ხმამაღლა ჩვენს ჯადოსნურ ლაბორატორიაში. დროებით.